როგორ უნდა შევაფასოთ menstrualuri ციკლი? რამდენად ნორმალურია ის? და აქვს თუ არა ადგილი menstrualuri ციკლის რაიმე სახის დარღვევას? menstrualur ციკლს გააჩნია 5 ძირითადი მახასიათებელი. პირველი, ეს არის menstrualuri ციკლის ხანგრძლივობა და ის შეადგენს ნორმაში 21-დან 35 დღემდე პერიოდს და მისი დათვლა ხდება ასე. menstruაციის დაწყების პირველი დღიდან შემდგომი menstrualuri სისხლდენის დაწყების პირველ დღემდე. მეორე მახასიათებელი, ეს არის menstrualuri ციკლის რეგულარულობა. თუ ვთქვათ, menstrualuri ციკლი არის 28 დღიანი, ის ყოველთვის უნდა იყოს 28 დღიანი, თუმცა დასაშვებია პლუს-მინუს 5 დღე. აი მაგალითად, თუ ერთ ციკლში არის 28 დღიანი, შემდეგში 30 დღიანი, შემდეგ 25 დღიანი, ეს განსხვავებები არის ნორმა. მესამე მახასიათებელი არის menstrualuri სისხლდენის ხანგრძლივობა და ის შეადგენს მინიმუმ 2, მაქსიმუმ 7 დღეს. მეოთხე მახასიათებელი არის menstrualuri სისხლდენის რაოდენობა. თლიანად, ანუ ერთი menstruაციის პერიოდში ქალი კარგავს დაახლოებით 150, მაქსიმუმ 200 მილილიტრ სისხლს. ამის დათვლა ცხადია, რომ ზუსტად შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია დავაკვირდეთ, რამდენ საფენს ხმარობთ დღეში. მაგალითად, თუ ქალი იყენებს 4-6 ჰიგიენურ საფენს საშუალო ზომის ერთ დღეში, ეს არის ნორმალური. თუ ის იყენებს 8-ს, 9-ს, 10-ს და მეც, ან მხოლოდ ერთს, ეს არის ერთი, ეს არის ცოტა და 8-10 და მეტი ეს არის ჭარბი menstruაცია. მეხუთე მახასიათებელი არის menstrualuri ციკლის ტკივნეულობა. menstrualuri სისხლდენის პერიოდში ქალს შეიძლება ჰქონდეს ტკივილი, მაგრამ ის არ უნდა იყოს ისეთი ძლიერი, რომ იწვევდეს ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლას და არ უნდა აქვეითებდეს შრომის უნარიანობას. თუ ქალს აქვს იმდენად ძლიერი ტკივილი, რომ მას სჭირდება ტკივილგამაყუჩებლების მიღება და მნიშვნელოვნად უქვეითდება შრომის უნარიანობა, ეს არ არის ნორმა.